მოგესალმებით. ძალიან მახარებს თქვენი სხვადასხვაყარებელი ადამიანები, ამიტომ ჩვენ მათ უნდა შევხედოთ მის მასშტაბით გვექნება სურათი. თუმცა ის სურათი რაც გვაქვს, ამერმა დაიწყეს სამმართველობის სერიოზული მუშაობა. ვთქვათ, ცუდი მდგომარეობა, ინფექცია ნახავთ, თუ რა მდგომარეობა არის, თუნდაც იმ დახურულ ვთქვათ, შედეგებზე მეტნაკლებად ხართ ინფორმირებული, სამჯერ ეს ნიშნავს იმას, რომ დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან მახარებს თქვენი ყურადღება ჩვენი ინიციატივების მიმართ და თვითონ ამ თემის მიმართ, რაც შეეხება ინფექციებთან ბრძოლას. მეც შევუერთები ხალბატონი თამარის მილოცვას. 21 მარტი არის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ ამისთვის სპეციალურად მომზადეთ, იმიტომ რომ ვთვლით, რომ ეს ადამიანები მეტ ყურადღებას იმსახურებენ ჩვენგან, ჩვენი სამინისტროსგან, საერთოდ არა მარტო სამინისტროსგან, არამედ თითოეული ჩვენთაგანისგან, იმიტომ რომ ისინი არ არიან დაავადებულები, ისინი არ არიან ავადმყოფები, ისინი არიან უბრალოდ გენეტიკური ცვლილებებით სპატარებელი ადამიანები, ამიტომ ჩვენ მათ უნდა შევხედოთ და უნდა უყუროთ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს, ისინი უნდა სწავლობდნენ ჩემი განცდა ესეთი და მე ამაში მეთანხმება, ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან, ისინი უნდა სწავლობდნენ ჩვეულებრივ სკოლებში, ჩვეულებრივად უნდა დადიოდნენ სპორტულ სექციებში, ჩვეულებრივად ცეკვავენ, ჩვეულებრივად მღერიან და თქვენ ალბათ ძალიან ბევრს იცნობთ ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანს, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან მსოფლიოში. მე მათ კიდევ ერთხელ მიულოცავ ამ დღეს და უერთდები ყველა იმ მილოცვას, რომელიც ამ მიმართულებით გაისმის და კიდე რავალს გაიგებთ. ეხლა გადავიდეთ ჩვენ ძირითად თემაზე. ჩვენი ძირითადი თემა არის სტომატოლოგიური კლინიკები და მათთან არსებული პრობლემები. ჩვენ იცით, რომ დაახლოებით 2 თვის წინ დავიწყეთ სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი. რამაც მოგცა საშუალება დაგვენახა თუ რა სურათი გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის იმ დიდი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი. ეს დიდი პროგრამა არის კარგად იცით C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ეს არის პრევენციული ზომები, რომლის გარეშეც ელიმინაციაზე ლაპარაკი ზედმეტია და ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ვერ განხორციელდება წარმატებით, თუ ჩვენ პარალელურად არ ვაწარმოებდით პრევენციულ ზომებს. ჩვენ ვაწარმოეთ ეს პრევენციული ზომები თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ვამბობ, იმიტომ რომ კახეთი და ქართლია დარჩენილი, დღეს მიმდინარეობს მონიტორინგი, დამთავრდება დაახლოებით 5 დღეში და ჩვენ უკვე მთლიანად მთელი ქვეყნის მასშტაბით გვექნება სურათი. თუმცა ის სურათი რაც გვაქვს, ისიც გვაძლევს საშუალებას გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. დასკვნები ბევრ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს სახარბიელო, თუმცა ერთი რამე კი მინდა ვთქვა, რომ ის რომ ჩვენ ავირჩიეთ ეს მონიტორინგის პრინციპი, ამან ძალიან კარგი როლი ითამაშა და შემიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი თვითონ მონიტორინგთან დაკავშირებული იყო ძალიან წარმატებული. ჩვენ გავხადეთ სტომატოლოგიური კლინიკები და სტომატოლოგიური ასოციაციები, ჩვენი პარტნიორები, მათ მართლა სერიოზული პარტნიორობა გაგვიწიეს და ერთი კარგი ვთქვათ ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენ სწორი გზითვი არის ის, რომ დღეს თბილისში და თუნდაც მთელ საქართველოში ძალიან დიდ დეფიციტში არის ყველა ის აპარატურა, რომელიც ვთქვათ სტერილიზაციისთვის და ინფექციებთან ბრძოლისთვის არის განკუთვნილი. ვერ იშოვით და ეს მანიშნებელია იმისი, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკებმა დაიწყეს ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა. ჩვენ გარკვეულწილად ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ვერ დავარქვით, თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანებიც გვეუბნებოდნენ, რომ მონიტორინგი არ იქნებოდა მთლად კარგი ამ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ვთქვათ ცუდი მდგომარეობა ინფექციებთან ბრძოლის კუთხით სტომატოლოგიურ კლინიკაში, ჩვენ კანონმდებლობით დღეს არ აგვაქვს საშუალება ეს კლინიკა დავყუროთ იმ დღესვე, იმ წუთს. ეს კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული და ჩვენ მომავალში ამაზეც ვიზრუნებთ, რომ რეგლამენტში იყოს გათვალისწინებული სტომატოლოგიური კლინიკის დახურვა, თუმცა მონიტორინგის პირობებშიც კი 20 კლინიკა დაიხურა და თქვენ გაქვთ დარიგებული მისამართების მიხედვით და შეგიძლიათ ნახოთ ეს მისამართები, რომელი კლინიკები დაიხურა. ამ 20 კლინიკიდან 15 დღესაც დახურულ მდგომარეობაში ისინი არ აგრძელებენ მუშაობას, 5 კლინიკამ რაღაცა მე მგონი არ მუშაობს. ძალიან ახლოს თუ არ კაშემდეს თორც ვიყო. 5 კლინიკამ შეიცვალა იურიდიული მისამართი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გამოასწორეს თქვათ ის ხარვეზები, რაც ჰქონდათ და
და უკვე მუშაობენ ჩვეულებრივ რეჟიმში და 4 კლინიკა დავრჩა ისეთი, რომელშიც უკვე სამჯერ იყვნენ მისული ჩვენი თანამშრომლები, მაგრამ ისინი დახურულ მდგომარეობაში იყვნენ პირველ მისულაზეც, მეორეზეც, მესამეჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეთქვა მათ გადაწყვიტეს, რომ არ იმუშაო. თუმცა მათ შეტყობინება ამის შესახებ ჩვენთვის არ გამოუგზავნიათ, ამიტომ ჩვენ ვეცდებით, მე მაშინაც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, ჩვენ არ შევეშვებით ბოლომდე, სანამ არ დავინახავთ თუ რა მდგომარეობა არის თუნდაც იმ დახურულ კლინიკებში. რაც შეეხება რაიონებს, თბილისი იცით, რომ 554 სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა და თქვათ შედეგებზეც მეტნაკლებად ხართ ინფორმირებული. რაიონებში მდგომარეობა არ არის უკეთესი, ვიდრე თბილისში. შეიძლება ვთქვათ, რომ ცოტათი უარესიც. ძირითადი პრობლემა მაინც რაიონებში არის ის, რომ სტომატოლოგიური კლინიკები მიჩვეული იყვნენ, რომ ისინი შეტყობინების გარეშე მუშაობდნენ წლების განმავლობაში. მათ არავინ არ ეკითხებოდათ, როგორ მუშაობენ, რას აკეთებენ, საერთოდ მუშაობენ თუ არ მუშაობენ. ეს ერთი წლის წინ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ქმედება და ამიტომ თქვათ მათ მოთხოვა, რომ შეტყობინების პრინციპით ემუშავა. ამიტომ ბევრმა ეთყობა ეს ვერ გაითავისა, ვერ გაიგო და არის თქვათ ქალაქები, თქვათ აი ქუთაისში შემიძლია მაგალითად მოვიყვანო, სადაც უამრავი კლინიკა მუშაობს შეტყობინების გარეშე, რაც არის ჩვეულებრივად დარღვევა და დაიწყეს ახლა ამ დარღვევის გამოსწორება. დღეში რამოდენიმე კლინიკიდან მოდის შეტყობინება იმის შესახებ, რომ ისინი აპირებენ მუშაობას. ეს ძალიან რთული პროცესია, ეს არ არის ერთჯერადი აქცია, მინდა გითხრათ, ჩვენ ვაპირებთ ამ მონიტორინგის დამთავრების შემდეგ გაგრძელებას უკვე მონიტორინგის შემდეგ შემოწმებები იქნება, უკვე სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებითაც და მე მახარებს, რომ ამას ძალიან გაგებით ეკიდებიან თვითონ სტომატოლოგიური კლინიკები და მათი ასოციაციები. ერთი კარგი შედეგიც მივიღეთ ამ ჯერზე, ეს არის ის, რომ სტომატოლოგიურმა ასოციაციამ, ერთ-ერთმა ასოციაციამ ჩვენს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად შეიმუშავა, შეიძლება სახელმძღვანელოც კი უწოდოთ, ეს არის ტექნიკური რეგლამენტი ინფექციებთან ბრძოლის სტომატოლოგიური კლინიკებში და უკვე პირველი ტრეინინგიც ჩატარდა 7 მარტს და ეს ტრეინინგები გაგრძელდება უკვე რეგიონების მიხედვით და მიიღებს ისეთ ხასიათს, მუდმივ ხასიათს, იმიტომ რომ ინფექციებთან ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქცია და საერთოდ სტომატოლოგია ყოველთვის იყო და რჩება ჯერჯერობით ძალიან მაღალი რისკის მატარებელ პროფესიად. ძირითადად ეს არის მოკლედ ის, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა სტომატოლოგიური კლინიკებთან დაკავშირებით. კითხვები თუ გექნებათ, არა მარტო ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კიდე რამოდენიმე სიტყვას გეტყვით, არა მარტო სტომატოლოგიური კლინიკა, საერთოდ თუ გექნებათ კლინიკები ჩვენთან, კითხვები ჩვენთან ყველა მიმართულების შეგიძლია გიპასუხოთ, მაგრამ ერთს დავამატებდი კიდე, თქვენ გაახსოვთ, რომ ჩვენივე ინიციატივა იყო საავადმყოფოს ეზოებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ამ მიმართულებით ეხა მიმდინარეობს მონიტორინგი, მოწდება ყველა საავადმყოფოს ეზო, არის ჩვეულებრივად კითხვები და ჩეკლისტები, რომელსაც ვაძლევთ ჩვენ ამ საავადმყოფოების მფლობელებს და ამ მიმართულებითაც უკვე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, არსებობს მთავრობის ახალი დადგენილება, სადაც გაწერილია ყველაფერი ეს და პრინციპში ჩვენ ვთვლით, რომ აპრილის 5 რიცხვიდან დადგენილების შესვლას გარკვეული თავისი ვადა აქვს და აპრილის 5 რიცხვიდან უკვე იქაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმოქმედებთ იმისთვის, რომ კლინიკის ეზო გავდეს კლინიკის ეზოს და არ იყოს დაბინძურებული სხვადასხვა ნარჩენებით. ეს არის მოკლედ, რაც მინდოდა მეთქვა. სალონებთან დაკავშირებით ვიცი, რომ კითხვა გექნებათ. სალონებშიც მიმდინარეობს შემოწმებები, მონიტორინგი უფრო სწორედ, ამას აკეთებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. დამთავრებულია თითქმის დარჩა თბილისის ერთი უბანი და კახეთი და ჩვენ თვის ბოლოს სპეციალური ბრიფინგს მიუძღვნით უკვე ამ სალონების და ტატუ სალონების და სილამაზის სალონების თემას, იმიტომ რომ ეს არანაკლებად ჩვენთვის არანაკლებად საინტერესოა ინფექციების გავრცელების კუთხით და ჩვენ ვთვლით, რომ პრევენცია აქაც უნდა იყოს არანაკლებ დონეზე, ვიდრე თქვა სტომატოლოგიურ სალონებში გვაქვს. სტომატოლოგიური კლინიკების დახურვის ძირითადი მიზეზები თუ შეგიძლიათ გითხრათ და დაიხურა მხოლოდ თბილისში, ხო, კლინიკები როგორც? არ არის ესე, რომ მხოლოდ თბილისში დაიხურა რეგიონებშიც რამოდენიმე კლინიკა.
მათ უბრალოდ მე გითხარით იმ კლინიკების შესახებ, ვინც უკვე გამოაგზავნა შეტყობინება დახურვაზე და ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აგრძელებენ მუშაობას, არ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, რეგიონებში დაიხურა კლინიკები, უბრალოდ ისინი ან მისამართი შეიცვლიან, ან აღმოფრვიან თქვა იმ ნაკლოვანებებს, რაც აქვს და ამის შემდეგ მათ ექნებათ უფლება გააგრძელონ. ეს კლინიკები, ეს 15 კლინიკა, იმათო გადაწყვეტეს, რომ აღარ იმუშაონ მომავალში და გამოაგზავნეს შეტყობინება. კიდე რაზე მკითხეთ? ნუ თქვენ მე მახსოვ ხართ და ვიცი რომ როცა გქონდა პირველი პრესკონფერენცია დაგირიგეთ კითხვარები, დაგირიგეთ ჩეკლისტები, სადაც ყველაფერი გაწერილი იყო თუ რას მივაქცევდით ჩვენ ყურადღებას. ძირითადი მიზეზი არის ინფექციის არასათანადო კონტროლი. რის გამოც ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგი და რის გამოც ვამოწმებთ ამ კლინიკებს. რაც შეეხება აი ამ 4 დაწესებულებას, რომელიც სამჯერ იყვნენ მონიტორინგის წარმომადგენლები და არ დახვდა დაკეტილი იყო. ანუ ამათ შემოწმება როგორ მოხდება, თქვათ მათ განაახლეს მუშაობა, ანუ გაიგეს რომ აღარ ტარდება მონიტორინგი, ანუ კიდევ მივლენ მონიტორინგის ან შემოწმების მიზნით? აუცილებლად. კი, მე ამის შესახებ თქვი, ჩვენ კიდე მივალთ და ამის გარდა არსებობს გარკვეული სხვა მეთოდებიც, რომელზეც ახლა რა ვიცი, გინდა ვისაუბროთ, ჩვენ გავთხილებული ყავს მომიჯნავე დაწესებულები, რომელსაც ვთხოვეთ, რომ თუ თქვათ ისინი გახსნიან, გვაცნობოთ, ჩვენ არაფერი არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს რომ შევიდეთ, ნახოთ რა ხდება. შეიძლება ყველაფერი კარგად დაგვს, მე არ ვიცი კარგად დაგვს თუ ცუდად დაგვს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა სანამ ასეთი ბევრი იყო 4 არ იყო ასე დაახლოებით იყო 18 კლინიკა თავიდან როცა შემოწმებით დავიწყეთ დანარჩენი შევძელით რომ მოხვედრილი ყავით შიგნით და იმედია ახაც არ შევიშვებით სანამ არ მოხვდები შიგნით და არ გავიგებ თუ რა ხდება კიდე თუ არ იკითხები კი ბატონო ძალიან ჰეპატიტის თემა ჰეპატიტის თემასთან დაკავშირებით ანუ ხელშეკრულებას როდის მოეწერება ხელი და რა ხდება ამ მედიკამენტებზე აი უახლესი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ კი ბატონო მოგაწოდეთ უახლეს ინფორმაციას შეიძლება გავრცელოთ თითქოს ინფორმაცია რომ ხელშეკრულების გაფორმება ყოვდება რაც მოძრაობა საუბრობდა ამ ინფორმაციაზე რომ გითხრათ როდის მოხდება ხელშეკრულების კი ბატონო ყველაფერს გეტყვით ვისაც აინტერესებს იმისთვის ეს ინფორმაცია არასდროს დამალული არ ყოფილა მათ შორის იმ ორგანიზაციისთვის რომელიც თქვენ ახსენეთ მათ წევრს მე დაახლოებით 2 კვირის წინ ქუთაისის პარლამენტში ველაპარაკე და უთხარი ის რასაც ახლა გეტყვით თქვენ მაგრამ მაინც დარჩეთ კითხვები ეს არ არის პრობლემა მე უბრალოდ ერთი მინდა ვთქვა რომ ეს არის თემა რომელშიც ოპოზიცია არ უნდა არსებობდეს იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ძალიან მნიშვნელოვან ზღვარზე ვდგევართ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ სოფლიოში ვიქნებით პირველი ქვეყანა ვინც აღმოხვრით ჰეპატიტს რაც შეეხება იმას გადაიდო თუ არ გადაიდო არაფერი არ გადადებულა პროცესი მიმდინარეობს ძალიან კარგად ღვთისმსხალობით და მიმდინარეობს ისე როგორც უნდა წასულიყო ერთადერთი ცოტათი გადაიდო და გეთანხმებით ჩვენ ვამბობთ თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისს გადაიდო იმის გამო რომ ჩვენ კიდე უფრო კარგი შემოთავაზება მივიღეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან ეს არის ჰავრონი პრეპარატი რომელიც არის სუბოლო რომელსაც არ ჭირდება თქვათ ინტერფერონი არ ჭირდება რიბოვერნი და მიმდინარეობს ახლა მისი რეგისტრაცია 26-27 მარტს შემიძლია ეს გითხრათ უკვე თბილისში ჩატარდება ვორქშოპი ჩამოდიან ამერიკელი პარტნიორები ჩვენი CDC-დან ჩვენ 26-27 მარტს გავაჟღერებთ ჩვენი სამოქმედო პროგრამის შესახებ სადაც არის გაწერილი თუ რა დიაგნოსტიკური მეთოდები იქნება იმისთვის საჭირო რომ ჩვენ აღმოვაჩინოთ ეგებადი დაავადებულები და რას აიღებს სახელმწიფო თავის თავზე და თქვათ რა იქნება თანადაფინანსებით ასევე გავაჟღერებთ 26-27 მარტს კრიტერიუმებს პაციენტების ჩართვის ამ პროგრამაში და მე გითხარი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ კრიტერიუმი იქნება მხოლოდ მათი ღვიძლის მდგომარეობა და მხოლოდ მათი ამონტყოფობის მდგომარეობა. სხვა კრიტერიუმი არ იარსებებს, ამიტომ ჩვენ ჩართული გვეყოლება თქვენი კოლეგები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან აქტიურად იქნებიან ჩართული, ამიტომ აქ კითხვის ნიშნები არ დარჩება რომ ვიღაცას თქვა ან წინ გადმოწევს ვიღაცა, ან უკან გადაწევს ამის მსგავსი არ მოხდება თუ ვინმე ამას საუბრობს ამის შესახებ, ეს არის სიცრუე, ტყუილი, შემიძლია პირდაპირ დაგიდასტუროთ. იგივე კომპანია რა თქმა უნდა გილიადზეა ლაპარაკი ეს სხვა კომპანია გილიადთან თანამშრომლობ ჩვენ ეს ხდება ესე იგი მარტის ბოლოს როგორც გითხარით და თქვენ ამის მონაწილე იქნებით სულ ყველა და გაიგებთ ყველაფერს და აპრილის 20-21-ში ნუ ხა კი ვამბობ რიცხვს მაგრამ მაინც ალბათ თქვა აპრილის ბოლოს უკვე ჩამოდის გილიადის დელეგაცია ეს არის კომპანია რომელიც არის ამ წარმოებელი ამ პრეპარატების და ჩვენ მოვაწერთ ხელს
მათთან უკვე ხელშეკრულებას რის საფუძველზე ჩვენ უკვე აპრილის ბოლოდან მივიღებთ იმ პრეპარატს, რომელსაც ქვია სოფოსბუვერი. დასაწყისში იქნება სოფოსბუვერი, ამ დროს წამოეწევა ჰავრონის რეგისტრაცია და დაახლოებით აგვისტოს წვიდან ჩვენ უკვე მივიღებთ ჰავრონსაც. აი ეს არის ის სიტუაცია, რომელიც არის დღეს. მე კონკრეტული დღეების გითხარით, რიცხვების გითხარით, ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდე დარჩა კითხვის ნიშანი ეს პროგრამა იქნება თუ არა ქვეყანაში, მაშინ მე არ ვიცი, მას უკვე ალბათ სხვას უნდა კითხოს. მე არ უნდა მკითხოს ყოველ შემთხვევაში და ვის უნდა კითხოს თქვენ მოხდებათ. ორივე პრეპარატი იქნება თავიდან იქნება სოფოსბუვერი, შემდეგ იქნება ჰავრონი. უკეთესი ჯერჯერობით სოფლიოში არ არსებობს. მიკროფონი ჩართე. ჩვენ ეს ყველაფერი თქვენთვის მით უმეტეს ეს ახსნილი მაქვს ძალიან ბევრჯერ. ყველაფერი ეს გაწერილი არის, მოკლე სამუშაო გეგმა, რომელსაც წერდა კომისია, რომლის თავმჯდომარეც მე ვიყავი, ეს ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გაწერილია, უბრალოდ ჩვენ ვიცავ ჩვეულებრივად ელემენტარულ პრინციპებს პარტნიორობის, ისინი ჩამოდიან 26-27 მარტს, ისინი აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, ამიტომ მათთან საბოლოოდ შეხვედრის შემდეგ ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ ამ კრიტერიუმებს, დიაგნოსტიკის კრიტერიუმებს, პაციენტების ჩართვის კრიტერიუმებს და საერთოდ როგორ მოხდება ამ პრეპარატის პაციენტამდე მიიყვანა, ამასაც ყველაფერი ეს არის გაწერილი, უბრალოდ რო გჭირდება იმის რომ პარტნიორებთან ეს საბოლოოდ შევათანხმოთ. ამასთან დაკავშირებით კიდევ დავაზუსტებ, ანუ საუბარი იყო ადგილობრივი ექიმების გადამზადებაზე, ანუ გარკვეულ ტრენინგები დაწყებულია. ეს ვორქშოპი ამას გულისხმობს თუ მანამდე არა, ვორქშოპი გულისხმობს უკვე საბოლოო ჩამოყალიბების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რაც შეეხება ექიმებს, ტრენინგი დაწყებულია, თბილისში იყო ერთი უკვე ამ თვის ბოლომდე იქნება ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს პარალელურად. რისიკულება. გავრცელების ჰეპატიტის გავრცელების საკითხებზე ფართომასშტაბიანი კვლევა. აპრილიდან იწყება ფართომასშტაბიანი კვლევა. ჩვენ ამაზე ზუსტად არაფერი არ გადაგვიწევია, თუმცა რომ აპრილიდან დაიწყება ფართომასშტაბიანი კვლევა, იმიტომ რომ ის ციფრი, რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ ხოლმე 150-200.000, ეს სუფთა ექსპერტული ციფრია, კვლევის არ არის დაფუძნებული, ამიტომ კვლევა ყველა ვარიანტში იქნება. არ მესმე შეიძლება არ სტომატოლოგიურ კლინიკებში მსგავსი მონიტორინგი რამდენ ხანში ერთხელ ტარდება ხოლმე ეს როგორ? მონიტორინგი სტომატოლოგიურ კლინიკებში არ ჩატარებულა 15 წელია. შემოწმება რაც ახლა. არც შემოწმება არ ტარდებოდა. არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ არც იმის შესახებ, რომ თუნდაც შეტყობინება გამოეგზავნათ სამინისტროში. ეს ყველაფერი გაკეთდა ეხა 1 წლის წინ დავალდებულდნენ ისინი, რომ შეტყობინებები გამოეგზავნათ, 1 წლის წინ განისაზღვრა სალიცენზიო პირობები, რაზეც მათ გარკვეულწილად ცუდი რეაქციები ჰქონდათ, ამის შემდეგ ჩვენ მათთან სერიოზულად ვიმუშავეთ, შევთანხმდით ამ სალიცენზიო პირობებს და უკვე ჩვეულებრივად ისინი ვალდებული არიან შეტყობინება გამოაგზავნონ და ჩვეულებრივად გეგმიურად ჩვენი სააგენტო მათ შეამოწმეს უკვე სალიცენზიო პირობების არსებობასთან დაკავშირებით. რამდენი სტომატოლოგიურია რეგისტრირებული? შეტყობინება ეს ამას ხშირად ვამბობ და თამარი მეუნება რომ შეტყობინების არცით თვითონ. შეტყობინება ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალი რისკის მატარებელ სამედიცინო საქმიანობაზე ვალდებულება არის ესეთი, რომ თქვენ როცა ხსნით სტომატოლოგიურ კლინიკას, ამის შესახებ შეატყობინოთ ჯანმრთელობის სამინისტროს. თუ გახსნით თერაპიულ კაბინეტს, ამის შესახებ შეტყობინობა არ არის საჭირო, იმიტომ რომ ის არ ითვლება მაღალი რისკის მატარებელ პროფესიად. ამას ნიშნავს ოფიციალურად, უკაცრავად ოფიციალურად რამდენი სტომატოლოგიურია რეგისტრირებული საქართველოში და რამდენის შემოწმება მოხდა ახლა? და ოფიციალურად დაახლოებით 1700-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმება მოხდა სულ ყველასი და იმათი შემოწმებაც მოხდა, რომელიც არ არის რეგისტრირებული. აი ქუთაისზე გითხარით მაგალითი, ხო? თქვათ 19-დან 800 კონდა შეტყობინება გამოგზავნილი, დანარჩენს არ ქონდა, მაგრამ იქაც კი მივედი ჩვენ. ასე ვთქვით, თვლით რომ ვერ ვიტყვი რომ 100%, იმიტომ რომ სადღაც მე-19 სართულზეც კონდეს ვინმეს სტომატოლოგიური კლინიკა და ძალიან რთულია, ამიტომ ვერ ავიჩემებ ხა რომ 100% შევამოწმო, მაგრამ მე ვიტყვი რომ დაახლოებით 95-96% სტომატოლოგიური კლინიკების ამ შემთხვევაში შემოწმებული იქნება. შედეგი ძალიან კარგია იმ მხრივ რომ ჩვენი თვითმიზანი არ იყო დახურვა და თქვათ მაინც და მაინც ესეთი რეპრესიული ზომები. ჩვენი მიზანი იყო რომ
ინფექციების თქვა გავრცელების კუთხით მათთვის მიგვეწოდებინა ის მასალა, რომელიც არის თანამედროვე და რომელიც აუცილებელია მათი ცოდნენ, ეს ჩვენ შევძელით, მივედით სულ ყველგან და დავტოვით ჩვენი კითხავები და ჩეკლისტები და ისინი ამას აკეთებენ. რაც შეეხება დახურვას, რომელმაც ვერ გაიგო და არ გააკეთა, ის დაიხურა და მომავალშიც დაიხურება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, მაგრამ მიზანი რაც იყო ჩვენ ნამდვილად მიღწეულია. და კიდევ ერთხელ ამის ინდიკატორი არის ის, რომ მოიკითხეთ თუ თქვენ ჟურნალისტები ხართ და გაქვთ შეხება ამასთან, აბა თუ იშოვით თბილისში სადმე სტერილიზაციის აპარატებს, რომელიც თქვა სტომატოლოგიური კლინიკებისთვის არის საჭირო. დეფიციტია და იმედია ვიღაცა ეხა ამის ისარგებლებს და მე ჩევას ვაძლევ ბიზნესმენებს, რომ შეუძლიათ შემოიტანონ, რომ ბევრი კიდე იგედის. ამიტომ მე ვთვლი, რომ შედეგი ძალიან ნორმალურია იმისი, რაც ჩვენ გავაკეთეთ. რო გითხრათ რომ მთლიანად აღმოფხვრილია ყველა პრობლემა, რა თქმა უნდა, არა ეხა ერთი მონიტორინგით, რომ რთვიანი მონიტორინგით ეს არა, მაგრამ ეს არის პერმანენტული პროცესი და მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ამას ყველაფერს.